მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებლებო, რეალური აქცენტები იადან ელიასთან ეთერშია დღეს. სრულიად სხვაგვარი ფორმატით, ვინც გადაიღალეთ ყოველდღიური პოლიტიკური ამბების შეჯამებით, ვინც გადაიღალეთ ირან, ამერიკა, ისრაელის დაპირისპირებით. ჩვენ გთავაზობთ დღეს ამოისუნთქოთ. ვილაპარაკებთ ბატონ რამაზ პატარიძეზე, ვილაპარაკებთ ქართულ ანბანზე და ეს იქნება თქვენთვის დარწმუნებული ვარ დიდი შვება. ჩვენ ინტერაქტივს დავაანონსებთ ჯერ, ვინ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქართული სამეცნიერო მიღწევების წარმოჩინებას, ასეთია დღევანდელი ჩვენი ინტერაქტივის სამი პასუხით. რუსეთი, მიჭირს პასუხის გაცემა და დასავლეთი. მართლა საინტერესო იქნება თქვენი აქტიობა, ზარი უფასო აქ გთხოვთ დაგვირეკოთ, თქვენი აზრი დააფიქსიროთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები კი არიან ბატონი დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი და ბატონი ბადრი პატარიძე, რამაზ პატარიძის შვილი. თქვენ მიხვდით ალბათ, რომ დღევანდელი გადაცემა რახან ქართულ ამბავს ეძღვნება, წარმოუდგენელია, რომ ბატონი რამაზ პატარიძის გარეშე ჩაიაროს ამ გადაცემამ. ჩვენ გვინდა ძალიან რომ ხარკი მოუხადოთ ბატონ რამაზ, ქედი მოუხაროთ და იცოდეს, რომ მისი ღვაწლი, აი უზარმაზარი ღვაწლი 90 წელი, 64 წლის განმავლობაში ბატონი რამაზი იკვლევდა ქართულ ანბანს და მოდით ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც მას მთელი თავისი ცხოვრება ქართული ანბანის კვლევას და არა მხოლოდ ქართული ანბანის კვლევას, ხო? უამრავ და გადაცემის განმავლობაში ჩვენ ვილაპარაკებთ კიდევ რა ღვაწლი აქვს ბატონ რამაზ, მათ შორის ვეფხისტყაოსნის ახლებურად წაკითხვაში, რამდენიმე სტროფის განმარტებაში და ამაში რასაკვირველია ბატონ დავითი და ბატონ ბადრი დამეხმარებიან. ბატონ ბადრი, მართლაც მოდით ბატონ რამაზზე ვისაუბროთ. აი ესეთი რანგის მეცნიერები როცა იბადებიან, ეს არ შეიძლება რომ იყოს ჩვეულებრივი ოჯახი, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. ვინ იყვნენ ბატონი რამაზის მშობლები, რა გარემოში დაიბადა ისა და რა გარემოში იზრდებოდა? მოგესალმებით. მომავალ წელს 2027-ში შესრულდება 100 წლისთავი რამაზ პატარიძის დაბადებიდან. და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სამეცნიერო საზოგადოება ამას ღირსეულად და ჯეროვნად დააბას. აი მე ვფიქრობ ბატონ დავითიც დამეთანხმება, რომ დღეიდან ვიწყებთ ჩვენ და სიმბოლურია შეხვედრა ამ სტუდიაში, აი აქედან ვიწყებთ მომზადებას მომავალი წლის საუბილო თარიღისათვის მამაჩემის. ეხლა მოხდა ისე, რომ 60-იან წლებში, როცა რამაზ პატარიძემ დაიწყო მეცნიერული მოღვაწეობა, მას კულტურული თბილისი იცნობდა როგორც მიქელ პატარიძის ვაჟს. ეხლა ჩვენ მიქელ პატარიძე უნდა ვახსენოთ, მოვიხსენიოთ. მამამისი ვინ არის მიქელ პატარიძე? რამაზ პატარიძის მამა. მიქელ პატარიძე განათლებული კაცი იყო. იმდროინდელი 30-იანი, 50-იანი თბილისის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ყველა კულტურული ღონისძიების. თუ რამ კეთდებოდა საქართველოში, ის იქ იყო. პეტერბურგში 10-იან წლებში, ესე იგი საუკუნის დასაწყისში მიიღო უმაღლესი განათლება და ეს მოუწია რევოლუციამაც ალბათ. რევოლუციამ, თებერვლის რევოლუციის შემდეგ იქ მერე მამაჩემი მეუბნებოდა, რომ თურმე ასე უთხრესო, რომ წადი ახლა საქართველოში გაასწარი აქედან რევოლუცია მოდიოდა რუსეთში და წამოვიდნენ იქაური სტუდენტები, ვინც სწავლობდა იქ და მათ შორის იყო გიორგი ნიკოლაძე, ნიკოლ ნიკოლაძის შვილი, მეგობრები იყვნენ ისინი და ერთად ჩამოვიდნენ და დაიწყეს არაჩვეულებრივი მოღვაწეობა. ცნობილი ამბავია გიორგი ნიკოლაძის მიერ ნაღვაწი საქართველოში 20-იან, 30-იან წლებში სამწუხაროდ გიორგი ნიკოლაძე მერე ნადრევად გარდაიცვალა 1932 წელს თუ არ მეშლება გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა. აი გიორგი ნიკოლაძის გვერდით იყო ყოველთვის მიქელ პატარიძე. სპორტული კლუბი შევარდენი დაარსეს და ცნობილია ამის შესახებ უამრავი ცნობა არსებობს 19 წელში დამოუკიდებელ საქართველოში და მერე ბოლშევიკებმა 1922-ში გააუქმეს როგორც ნაციონალისტური ორგანიზაცია ეს შევარდენი. და ეს კლუბი იყო უამრავი საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზატორი და წამომწყები. მერე ალპური კლუბი და ალპინიზმის განვითარება საქართველოში იყო გიორგი ნიკოლაძის და ცნობილი ჯაფარიძეები და იქ იყო მიქელ პატარიძე, ალექსანდრა.
სხვათა შორის ბატონი ვანო ჯაფარიძე იხსენებს ხოლმე არაჩვეულებრივი მოგონებები აქვს ამის შესახებ და მადლობა მინდა ბატონ ვანოს ამის გამო გადაუხადო, იმიტომ რომ მიქელ პატარიძეზე შესანიშნავი მოგონებები აქვს მას. შემდეგ მიქელ პატარიძე იყო თარგმნელი. იცოდა არაჩვეულებრივად ფრანგული ენა. იცოდა რუსული თავისთავად. იქ მიიღო განათლება კი ბატონო. პეტერბურგში და ფრანგი პოეტების პირველი თარგმანები და ყველა ცნობილი ფრანგი პოეტი თარგმნა, სიმბოლისტები ცნობილი. მერე რუსი პოეტები, ყველა ცნობილი რუსი პოეტი თარგმნა. და განსაკუთრებით კარგი მცოდნე იყო მაიაკოვსკის. ახლა რაშია საქმე? მაიაკოვსკის ცნობილი ამბავია, ქუთაისელი იყო კაცო ბაღდათელი და განსაკუთრებით ესეც ქუთაისელი, ქუთა გიმნაზიაში სწავლობდნენ, ერთ თანატოლები იყვნენ ფაქტიურად. და პეტერბურგში შეხვდნენ და მეგობრობდნენ. მე წაკითხული მაქვს ერთი მოგონება ასეთი, რომ პეტერბურგში იგონებენ, რომ საქართველოსთან ძღვენი ჩამოგვივიდა ქართული პორმარელიო და 5 ლიტრა კარგი ღვინო. წავედით მაიაკოვსკისთან და ისეთი ქართული საღამო და გავიხსენეთ საქართველოს და ქუთაისიო. ასეთი მოგონება არსებობს. რომ ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, თარგმნელობითი მაიაკოვსკის თარგმნას დიდი დრო და ენერგია შეალია მიქელმა. მერე ბოლოს მამაჩემი ასე მეტყოდა ხოლმე, რომ თბილისს განერიდა 30-იანი წლების ბოლოს, განერიდა თბილისო. ეთყობა იმდროინდელი რეპრესიების და იმ მოვლენების ახლოვდებოდა 27 წლის სუნი. 30-იანი წლების ბოლოს წავიდა სოფლად, მერე ბაღდადში გაიხსნა, მაშინ 40 წელში გაიხსნა მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და მისი დირექტორი იყო უკვე სიცოცხლის ბოლომდე, 59 წელში გარდაიცვალა, 65 წლისა იყო. ახალგაზრდა იყო ფაქტიურად. მერე იყო არაჩვეულებრივი ჟურნალისტი. ყველა მოვლენა, რაც კი საქართველოში ხდებოდა, მის კალამს არ ასწდებოდა. იყო ნარკვევების ავტორი და გაზეთებში უამრავი უშვის ასვლა შესანიშნავი ნარკვევი აქვს 1934 წელში ეს უშვის ასვლა ქართული ალპინიზმის დიდ გამარჯვებად ითვლებოდა, იმიტომ რომ ქართველები უცხოელები ჩამოდიოდნენ საქართველოში, კავკასიონს იფრობდნენ და ქართული ალპინიზმი მიჩქმალული იყო და გიორგი ნიკოლაძემ დაუდო საფუძველი ძმებმა ჯაფარიძეებმა და მიქელ პატარიძე იქ იყო. მერე იყო არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი. ყველა ფოტოგრაფია მაშინ ადონეზე იქნებოდა საქართველოში და მისი ფოტოებით იყო თანაც ეს წერილები და ნარკვევები შესანიშნავად გაფორმებული. არაჩვეულებრივი შრომა აქვს გაკეთებული მე-19 საუკუნის თბილისის არქიტექტურა და ფოტოები, ძველი სახლების, ძველი აივნების დასურათები. რომელიც დღეს ალბათ აღარ არსებობს უმეტესობა, ან არსებობს. რა თქმა უნდა, სხვათა შორის შეიძლება სულ მაქვს ოცნებად, რომ იმ ფოტოებით მოვიარო თბილისი რა არსებობს და რა არ არსებობს, ამის. ასე მოხდა, ხო და მერე პოეტი იყო. თვითონ შინაგანად პოეტი იყო, მაგრამ არაჩვეულებრივი ლექსები დაგვიტოვა, მაგრამ მამაჩემი ამბობდა, რომ სულ ამბობდაო, რომ ერთხელ უნდა დავჯდე და დავხვეწო. დასახვეწია ჩემი ლექსები, დასახვეწია და წიგნად გამოვცეო, ვერ მოასწრო. ვერ მოასწრო, ისე გარდაიცვალა, რომ მისი პოეზია არ გამოქვეყნებულა. ის მოკლედ რაც შემეძლო მეთქვა, ხო? აჩერხმა დედას. გალაქტიონთან მეგობრობდა და ყველა ცნობილ პოეტთან, კოლაუ ნადირაძესთან დიდი მეგობრობა ჰქონდა და გალაქტიონს ცნობილი ამბავია ესეც, რომ წყარედებს სხვა პოეტებსაც, მაგრამ გალაქტიონის პოეზია რუსულად აღღერებულია მიქელ პატარიძის წყარედებით. წყარედი იცით ახლა ეს რა არის? სიტყვა სიტყვით, ხო, არის. არა, წყარედი კი იციან, მაგრამ რომ მიქელ პატარიძის წყარედებით არის შესრულებული გალაქტიონის რუსული ვერსია, ალბათ ეს არ იციან, ხო? ცნობილი წერილებიც კიდევს, რომ ამდენი წყარედი დაგიბზადე ბატონო გალაქტიონ და მოდი და წაიღე, ჩაიბარე. მთელი გალაქტიონის პოეზია მერე რუსულ პოეტებს ეგზავნებოდათ ეს წყარედები და ისინი აკეთებდნენ უკვე გალაქტიონს რუსულად. ძალიან დიდი და შავი საქმე, რომელიც ვინც არის თავარი საქმე, შავი საქმე ეს იყო. დედა უაღრესად განათლებული და
სამწუხაროდ ისიც ადრე გარდაიცვალა 1951-ში 14 წლის იყო 14 წლის იყო ხო და რამაზის აქვს შესანიშნავი მოგონება დედასთან დაკავშირებული და იმას გავიხსენებ ახლა რომ როგორ ამეცადინებდა დედა სკოლაში პირველ კლასში ვერ მივედი იმიტომ რომ ამბანი ვერ ვისწავლეო ამბობს რამაზი წარმოიდგინეთ ახლა რომ პირველ კლასში რომ მივიდა რამაზი ამბანი ვერ ისწავლა და იძულებული იყო დედა ამეცადინებდა სახლში ახლა დედამისი ხან რომელ საგანს და რას მიამსგავსებდა ამასოს რომ როგორმე გაეგო რამას რატოა ან გამოსახულება ანი დონ რატოა დონ და ასე შემდეგ აიო ჭიანჭველას რომ მივამსგასე ჭარ ასო და დავინახე ჭიანჭველაო ჭარამდე რამდენი ასო გაიარეს და გონება არ გაეხსნა რამას აი ჭიანჭველასთან ჭართან გამეხსნა მივამსგავსე ვიზუალისტი იყო ბატონი რამაზი როგორც ჩანს აი ეხლა წარმოვიდგინოთ ესე რამაზმა მერე ამ ასოთა მიმსგავსების რა ნიჭი დაგვანახა და დედამისის რამხელა დამსახურება რომ განავითარა ეს ნიჭი რამაზში მერეო მე თუ ხაზავდი ახლა ამბანებს ვიგონებდიო ამბობს რამაზი ვიდეო მასალა დევს და ვისაც უნდა მოძებნის ამ გახსენებას აი ესე მოკლედ რაც შემეძლო მეთქვა თავად ბატონი რამაზი როგორი იყო მისი ბავშვობა რა მის სწრაფებები ქონდა თავიდანვე ავლენდა თუ არა რაღაც გასაოცარ მეცნიერულ ნიჭს მეცნიერულს არა გვიან მიხვდა რომ მამის შესახებაც აქვს მოყოლილი რომ აიო ქართული ამბანზე რომ დავიწყეო წაკითხვა რაღაცების და რომ დავინახეო რომ თურმე აღმოსაჩენია და საიდუმლოა და გაურკვეველია ქართული ამბანი მაშინ მოვედი აზეო რომ მემუშაო ავტორი მანამდე არა უფრო თუმცა ჩააბარა აღმოსავლეთ ცოდნეობაზე აი უნდა რომელ გზას დამდგარიყავი არ ვიცოდიო პირველ მეორე კურსზე ვიყავი და ჯერ არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა რა გზას დამდგარიყავიო და სადღაც მესამე თუ მეოთხე კურსზე გამეხსნა გონებაო და აი მაშინ დავიწყე უკვე ფიქრი იმაზე რომ უნდა აღმოვაჩინო რა ხდება ქართულ ამბაში რა საიდუმლოდეს ქართულ თუმცა აი ძალიან საინტერესოა რომ ვიდრე ქართულ ამბანთან მივიდოდა ბატონი რამაზი სომხური ამბანის შესწავლა დაიწყო და იქ აღმოაჩინა პირველი აღმოჩენა ეს საკეთ თემა კი ამის შესახებ 68 წელს იყო სწორედ ეს ამბავი 17 დეკემბერს ხო როგორც თქვენ იცით ეხლა რა ხდებოდა მეცნიერული მოღვაწეობა რამაზმა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და დისერტაცია დაცული აქვს მას ჭვირნიშნებზე გამოკვლევა აქვს უზარმაზარი გაკეთებული და გახდა კანდიდატი. ამის შემდეგ ზუსტად იმ რაც გავიხსენე რომ ქართულ დამწერლობაზე უნდა მემუშაო დაიწყო ქართული ამბანის კვლევა. მაგრამ მე მეუბნებოდა მიყვებოდა რომ ნახე ქართული ამბანი მიმსგავსებული იყოს სომხურ ამბანს ერკათაგირს და იყო აზრი იმის შესახებ რომ მესროპ მასწოცმა შექმნა ქართული ამბანი და მაშინ 60-იან წლებში ეს ფართოდ გავრცელებული აზრი იყო და იმისი ეკო დღემდე მოდის არა ბატონ ბადრი ფაქტიურად ესე ითვლებოდა რომ თითქოს მესროპ მასწოცმა მე-5 საუკუნის 30-იან წლებში ჩვენ შეგვიქმნა მე შექმნა სომხური ამბანი. როგორი გენიოსი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ორი ამბანი შეექმნა ერთად. ნუ ეთქობა იყო ასეთი გენიოსი. აი ესე იგი 60-იან წლების ბოლოს უკვე დავიწყეო ამბანების შესწავლა და მივხვდიო რომ ჯერ ამ გადავწყვიტეო. ჯერ ამოვიცნო სომხური ამბანი და 1979 წელს მე ხა მოვიტანი აქ ერთი დოკუმენტი რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია იმიტომ რომ რამაზის ნაჩუქარია სულ პატარა ვიყავ მე 10-11 წლის ვიყავ როცა ეს გადმომცა ეს არის მე ხა წავიკითხავ რომ არ შემეშალოს მაშინ ბატონო საბჭოთა ხელოვნების ჟურნალი გამოდიოდა საბჭოთა ხელოვნება 1979 წლის ნომერი 6
ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები რამაზ პატარიძე თუ გამოჩნდება არ ვიცი, ну ალბათ ვერ გამოჩნდება. ესე იგი 1979 წელს დაიბეჭდა საბჭოთა ხელოვნებაში ჟურნალში მისი პირველი სამეცნიერო კვლევა დამწერლობის შესახებ სომხური ერკათაგირის საფუძვლები. ეხლა მე თქვი სიტყვა დაიბეჭდა, იმიტომ რომ აგერ მიკავია დაბეჭდილია. მაგრამ არ გამოქვეყნებულა. ეს როგორ? აი საქმეც ამაშია. ესე იგი, აი აქ კიდე მე განმარტებით ნაწილში წერია, რომ მოხსენებად წაკითხულია, ესე იგი, ეს ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები, რამაზ პატარიძე მოხსენებად წაიკითხა 1968 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო სხდომაზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ეს დოკუმენტია, რომ 1968 წლის დეკემბერში დაასრულა პირველი კვლევა დამწერლობის შესახებ, ესე იგი ამ წელს 68 წელს მან დაიწყო ამბანის კვლევა. ნუ როგორც მე თვითონ ამბობდა, ეს მისი ჩანაწერი გვაქვს 2014 წელს ბატონო დავით დამთახვეები, სადაც ის ამბობს, რომ 100 წელი გავიდა და აი 100 წელს რას გულისხმობდა? ივანე ჯავახიშვილმა დაიწყო ქართული ამბანის კვლევა 1914 წელსო და 2014 წელს მე დავასრულეო ამბანის საიდუმლოს ამოცნობა. 100 წელი მოუნდითო. ჯერ ივანე ჯავახიშვილი და ერთი საუკუნე და მე პავლე ინგოროყვას ახსენებდა, რა თქმა უნდა და მე რაც შეეხება ახლა ცოტა გამიგრძელდა. რაც შეეხება ახლა ამას, რატო ვამბობ, რომ არ გამოქვეყნდა. ოთარ ეგაძე იყო რედაქტორი და მივედი ოთარ ეგაძეს თონ იხსენებდა რამაზი, არავინ არ დამიბეჭდაო ეს კვლევა და ოთარმა მითხრა, რომ მე გავრისკავ და დავბეჭდაო. მიქელთან მეგობრობდა ოთარ. სომხეთში საერთოდ სომხეთში ისეთი რეაქცია ჰქონდა ამას. რატო რა ედო საფუძვლად ეგეთი ბატონი რამაზის კვლევას, რომელიც სრულიად მეუღებელი აღმოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კვლევით რამაზ პატარიძემ თქვა ასეთი რამე, რომ მესროპ მაშტოცი, როცა ქმნიდა სომხურ ერკათაგირს დამწერლობას, მას სხვა ამბანებთან ერთად ედო ქართული ამბანი. ქართული ასომთავრული. ეწინააღმდეგება იმას, რომ რამაზე ამბობს, რომ მას ედო ესე იგი ფინიკიური ძველი ამბანი, ბერძნული ძველი ამბანი და ქართული ასომთავრული. ანუ ქართული ასომთავრული არსებობდა და მესროპ მაშტოცმა გამოიყენა რა. მე მთელი ჯგუფები შექმნა ქართული ასოების მიხედვით. ეს იყო ბომბის გახეთქვა, იმიტომ რომ ცნობა იმის შესახებ, რომ მესროპ მაშტოცმა შექმნა ქართული ამბანიო, თავდაყირა დააყენა რამაზ პატარიძემ. მესროპ მაშტოცმა. მაშინ აღწევდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც რატომღაც პროტექციას უწევდა სწორედ აი სომხური ლობი მუშაობდა, მოდით ესე ვთქვათ კარგად. პრიორიტეტს ანიჭებდა სწორედ სომხურ კულტურას. ჩვენ უნდა შევაქოთ სომხები, ჩვენი მოძმე ერი. რასაკვირველია შევაქოთ. რომ ასე კარგად მუშაობენ, მათი ლობი ყოველთვის კარგად მუშაობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული უნდა დაგვაჩაგრა, ხო? რა თქმა უნდა. ამიტომ რა მოხდა ახლა? შევიდა ცენზურა ჟურნალში, უკვე დაბეჭდილი, გამზადებული დააპატიმრეს, გაანადგურეს და ამ გამოკვლევის გარეშე გამოვიდა უკვე ნომერი. მერე სტამბაში ამოიღეს რამაზ პატარიძეს მისცეს 200 აი ეს ამონაბეჭდი და თბილისში ასე გავრცელდა. და ხელიდან ხელში გადადიოდა და მოედო მთელ თბილისს. ასე გახდა ცნობილი, რომ რამაზ პატარიძის ერკათაგირის საფუძვლებმა აფეთქა მეცნიერებათა აკადემია. ბატონ ბადრი, როგორი იყო ბატონი რამაზის სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისი? როგორ შეხვდა მას ქართული სამეცნიერო საზოგადოება, რომელშიც არ იყო ასე ადვილი ახალი ნოვაციების დანერგვა, ხო? ну, დიდი ძმა რუსეთი და საბჭოთა კავშირი რასაკვირველი აპეკუნობას უწევდა
ქართულ მეცნიერებასაც არ შეიძლებოდა რომ ქართული მეცნიერება იმაზე დიდი ყოფილიყო ვთქვათ ვიდრე რუსული, ვიდრე საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ერების მეცნიერებები, არ შეიძლებოდა რომ ჩვენ 3000 წლოვანი ერის სახელმწიფო ვიყავით უზარმაზარი კულტურით, ვთქვათ თუნდაც იმაზე დიდი წარმოჩენილი ყავით ვიდრე იყვნენ სომხები, ხო? როგორი იყო ახალგაზრდა მეცნიერის პირველი ნაბიჯები და რამდენად ადვილი იყო ახალი სიტყვის თქმა მეცნიერებაში? ბატონო, მე ცოტა საუბრობდი ქართული დამწერლობის დაწყება რამას პატარიძემ დაიწყო სომხური დამწერლობის შესწავლით და როცა ამოიღეს ეს ჟურნალიდან ეს კვლევა, მე ამას მოყვა გარკვეული მოვლენები. ახლა საქმე რაშია, საბჭოთა კავშირში იყო ასეთი წესი, რომ მეცნიერი მუშაკს აუცილებლად წლის დასაწყისში უნდა წარედგინა საკულავია თემები, რაზე მუშაობდა, დაუმტკიცებდნენ, გეგმაში ჩაჯდებოდა ინსტიტუტის და მუშაობდნენ. და ამოწმებდნენ პერიოდულად მის რა თქმა უნდა, და მე წაიკითხავდა ამ შრომას ინსტიტუტის საერთო სხდომაზე. მაგრამ რამაზ პატარიძემ ეს წესი დაარღვია. არავის არაფერი შეუთანხმა, ისე დაიწყო მუშაობა სომხური დამწერლობის კვლევაზე და შემდეგ უკვე ქართულ დამწერლობაზე. ამას მოყვა დიდი სკანდალი. ეხლა რატო? როცა ნახეს, რომ ასეთი შრომა გამოქვეყნდა, თავდაყირად ადგა მთელი მეცნიერული წარმოდგენა ქართული ამბავის წარმოშობის შესახებ, დაიწყეს კვლევა, რანაირად მოხდა, რომ ამ კაცმა ეს შრომა შეასრულა. ახლა მაშინ მეცნიერებათა აკადემიაში ამ საკითხებს განაგებდა ქართოლოგი, ყველაზე დიდი ქართოლოგი, ვიცით ვინც იყო მაშინ? ბატონი აკაკი შანიძე. და ამავე დროს ბატონი აკაკი შანიძე იყო არმენოლოგიც. ანუ ის საკითხი, ეს საკითხი რამაზ პატარიძეს აუცილებლად უნდა შეეთანხმებინა და უნდა სცოდნოდა ბატონ აკაკის. ეს რა თქმა უნდა რამაზმა არ ქნა. და რატომ? იმიტომ რომ კარდინალურად განსხვავდა. იცოდა რომ უარს ეტყოდნენ, რა თქმა უნდა. და რატომ უნდა ეთქვა თუ არა? მე ვერ გეტყვით, ალბათ იმიტომ რომ მაშინ სხვათა შორის ესეც რამაზისგან ვიცი, იყო თემები, რომლებსაც ტაბუედო. აი ამ თემაზე ვერ იმუშავებდი. ესე ერთხელ მიიღეს რაღაც ფორმულა. ხო, აი რაღაცა თემა იყო ამ მეცნიერის, რაღაცა თემა იყო ამ მეორე მეცნიერის. და შენ ამ თემებში არაფერი გესაქმებოდა, არ ფაქტიურად მეცნიერება წინ ვერ უნდა წასულიყო. რაღაცა საუკუნის განმავლობაში შეფერხდა ეს მეცნიერული კვლევა, ხო? აი არქეოლოგიაში სხვათა შორის იგივე რამაზისგან ვიცი, რაღაცა არქეოლოგიური აღმოჩენა აღმოაჩინეს ხო საქართველოში ის აუცილებლად იყო რომელიღაცა მეცნიერის აკადემიკოსის დიდი მეცნიერის ვინც გათხარა ან მასთან ერთად ვინც ამ თემაზე მუშაობს შენო უფლება არ გქონდა რომ ამ საქმეში ჩაგეხედა შეგეშალა იყო ასეთი რაღაცა კი ბატონო წაიბორძი კი არავის არ აინტერესებს ხო ეხლა რა მოხდა მე რამაზ პატარიძეს უჩივლეს ამ დამწერლობის ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კომპარტიის ცეკაში, მაშინ კომპარტიის ცეკა განაგებდა საქართველოს და საჩივარი აკადემიკოსებმა დიდმა აკადემიკოსებმა იგორ დიაკონოვი ანბათ ეს უფრო ცოტა სხვა თემა ქართველმა ჩვენა მეცნიერებმა უჩივლეს ამას რომ ერთაშორის შუღლის ჩამოგდებას ეწევა რამაზ პატარიძე სომხებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდებას ამ მეცნიერული კვლევითო. მაშინ ცეკაში, პარტიის ცეკაში იდეოლოგიურ საკითხებს ცეკას მდივანი დევის ტურვა განაგებდა, იყო ცნობილი პიროვნება, იმ დროს საკმაოდ ცნობილი. იდეოლოგია, საბჭოთა კავშირი იდეოლოგიური სახელმწიფო იყო და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა იდეოლოგია ერთ-ერთი პირველ ადგილზე იყო და ცეკას დივანი რომელიც იდეოლოგიას განაგებს, აი მასთან მოხდა განხილვა ამ რამაზ პატარიძის კვლევის. ერთ მხარეს ისხდენო ეს მეცნიერები, მეორე მხარეს მარტო ვიჯექი მეორე ამაზე მიყრებოდა და მოგვისმინაო დევის ტურვა და ბოლოს თქვა რომ მე ვერ ხედავ ვერავითა შუღლის ჩამოგდებას რამაზ პატარიძეს აქვს ასეთი თვალსაზრისი მისი მეცნიერული კვლევა თუ
თუ სომეხ მეცნიერებს აქვთ რაიმე სხვა თვალსაზრისი ან თავიანთი განსაკუთრებული აზრი, მათაც შეუძლიათ ქონდათ ეს აზრი. გამოაქვეყნონ, დაბეჭდონ, კი ბატონო, დავის ტურვამ აშკარად დაიცვა რამაზ პატარიძე, თორე ეს ესეთი მუხლი იყო, მოკლედ ერთა შორის შუღლის ჩამოგება საბჭოთა კავშირში ისჯებოდა ციხით, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში ეს დევის რომ არ დაეცვა, გამორიცხულია რამაზ პატარიძის შემდგომი მეცნიერება დავიწყებული იქნებოდა. არავითარი ერთ ინსტიტუტში იმუშავებდა, ვერაფერს ვეღარ მიაღწევდა რამაზ პატარიძე. დევის ტურვამ დაიცვა, დევის ძმა იყო მელორ სტურვა, ცნობილი საბჭოთა ჟურნალისტი, საბჭოთა თორე ქართველი იყო კაცო და კლასელები იყვნენ რამაზი და მელორ სტურვა. შეიძლება ამანაც იმოქმედა. ხო და მის ოჯახში გავიძა, იმ ოჯახში ხშირად სტუმრობდა, ხო და ეს დევი გვისმენდა ხოლმეო სულო, ახლა ჩვენ რო ვკამათობდითო მე და ცოტა, მოკლედ დევი აშკარად რამაზ პატარიძის მხარეს დადგა. შემდგომში 70-იანი წლების დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა. თუ ესე იგი დევი მფარველობდა უკვე რამაზს და ეს ყველა მიცოდა, შეიცვალა სიტუაცია, საქართველოში მოვიდა შევარდნაძე, დადგა შევარდნაძის ეპოქა და ამავე დროს მეორე პიროვნებად საქართველოში შევარდნაძესთან ერთად მოვიდა ზურაბ პატარიძე. უახლოესი ნათესავი რამაზ პატარიძის, ვისაც ახსოვს, მისას საბჭოს თავმჯდომარე იყო და ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა იყო, ახლა ახალგაზრდა ვიყავი სტუდენტი და ითვლებოდა მაშინ აი ედვარდ შევარდნაძის შემცვლელადაც კი მიიჩნევდნენ მე ხო. ამიტომ მაშინ ასეთი აზრი იყო, რომ თლად კარგი ურთიერთობა მათ ერთმანეთთან არც კი ჰქონდათ ედვარდ შევარდნაძეს და ზურაბ პატარიძეს. მაგრამ ზურაბ პატარიძე მიუხედავად რომ რამაზი და ზურაბი ერთად იყვნენ გაზრდილები, ვერაფრით დაეხმარებოდა რამაზს. არ ჩაერეოდა მის მეცნიერულ საქმიანობაში. რამაზთან მოდიოდა ხშირად სტუმრობდა სოლიკო ხაბეიშვილი, ცეკას მდივანი იდეოლოგიური, ისიც ცნობილი არაორდინარულად მოაზროვნე და საკმაოდ ძლიერი პიროვნება, ძალიან ნიჭიერი და სხვათა შორის რაღაცა ეროვნული პატრიოტიზმით გასჭალული პიროვნებაც იყო უდავოდ. კი ბატონო. ხშირად მოდიოდა რამაზ დაინტერესებული იყო ქართული ამბანის კვლევით და ერთხელ მითხრა რამაზმა რომ იყო ჩემთანო სულიკოვო და მითხრა რომ შევარდნაძეს უნდა შენი წიგნიო, ეს უკვე გამოცემული იყო. და თქვათ ესეც როდის გამოიცადა რა წიგნი, ესე ფუნდამენტური. რა თქმა უნდა შევეხები, ახლა ამ თემაზე გადავალ. მე წარწერა გავაკეთეო და მოკლედ ედვარდ შევარდნაძეს ქართული ასომთავრული სულიკო ხაბეიშვილა რა თქმა უნდა მიუტანა და მაგრამ ამის შემდეგ ედვარდ შევარდნაძისგან ამ შრომის შესახებ არაფერი არ ვიცით. წაიკითხა ალბათ ედვარდ შევარდნაძის ისეთი პიროვნება იყო, აუცილებლად გადახედავდა, აუცილებლად დაინტერესდებოდა და მაგრამ თავარი მოწინააღმდეგე ამ პერიოდშიც და აი საბჭოთა კავშირის ბოლო დღემდე ეს იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემია. ახლა მოყვები იმ ფაქტს, რომელიც მე ადრეც მაქვს მოყოლილი, მე უკვე ვთქვი, რომ რამაზმა დაიცვა დისერტაცია საკანდიდატო 1965-ში აქ თუ 66-ში დაცული და მოვიდა ჯერი სადოქტორო უნდა დაიცვას, უკვე მეცნიერია, ლექციებს კითხულობს, 70-იან წლებში ძალიან პოპულარული გახდა რამაზის ლექციები, მე სტუდენტი ვიყავი და ვესწრებოდი ხშირად 6-ჯერ 7-ჯერ ვარ დასწრებული და აუდიტორიას იპყრობდა რამაზი თავისი გამოსვლით. არაჩვეულებრივი ორატორი იყო, სხვათა შორის არაჩვეულებრივი. ორატორის თავიდან ვამაყობდი ხოლმე რომ ვიჯექი ლექციაზე. იმიტომაც ეთყობა რომ ძალიან დარწმუნებული იყო თავის სიმართლეს და ეს იყო პირველ გამყვალავი ხო აი ამ გზის და ამიტომაც. ეხლა უნდა დაიცვა დისერტაცია, სადოქტორო, მაგრამ წესი იყო ასეთი რომ აუცილებლად ცენტრში მოსკოვში უნდა დაცულიყო, ცენტრალიზებული იყო ეს თემაც საბჭოთა კავშირში და ამ საკითხებს განაგებდა იგორ დიაკონოვი, ცნობილი რუსი
ლინგვისტი, ანბანწოდნე, აღმოსავლეთწოდნე, არმენოლოგი, ეგვიპტოლოგი, ირანისტი. მოკლედ, დამწერლობის ყველანაირ საკითხს განაგებდა საბჭოთა კავშირში ეს კაცი და ოპონენტი დისერტაციის დაცვისას იგორ დიაკონოვი იქნებოდა და მის გარეშე არაფერი დისერტაცია არ გამოვიდოდა. ამიტომ რამაზი ჩასულა, გააგზავნა ლიცენზია რუსულ ენაზე, მოკლე და ჩავიდა ლენინგრადში, იქ იყო პეტერბურგში დაარსდა ეს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ცენტრი აღმოსავლეთმცოდნეობის და იქ იყო, იქ მოღვაწეობდა იგორ დიაკონოვი. მიიღო იგორ დიაკონოვმა, ცოტა ხანს მომისმინაო, შემოწყვეტინაო და მითხრაო, რომ ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ქართული დამწერლობა შექმნა მესროპ მაშტოცმა. რაც ძირშივე ეწინააღმდეგებოდა მის დისერტაციას. თქვენ ახალგაზრდა თავისუფალი ბრძანდებით, ესე იგი ცივად გამოუშვათ, ცივად დაამთავრა. ამით დასრულდა სადოქტორო დისერტაციის თემა. მე რომ ჩამოვიდა შეუთავაზებიათ რამაზისთვის, რომ განებეხლა ასომთავრულს და სხვა თემები გაქვს უამრავი და შემოიტანე და დაიცავიო. მაგრამ პრინციპები ქონდა რამაზ პატარიძე აი ყოფით საკითხებში ძალიან რბილი პიროვნება იყო. ჩემთან ურთიერთობაში, მეუღლესთან, შვილებთან, მეგობრებთან, რბილესი, მაგრამ რაც შეეხებოდა ქართულ დამწერლობას, ამბავს. იმიტომაც იყო დიდი მეცნიერი. უზარმაზი პრინციპების ბატონ დავითმა იცის. ცეცხლი გამახვილის ისავდა ქართულასო. არაფრით არ ქნა, მე სხვა თემას სადოქტოროთ არ გავიტანე. თუმცა ბატონ ბადრი, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მან გაშიფრა ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი და მისი საიდუმლო შინაარსი წარმოაჩინა. კიდევ ისტორიული ესქატოლოგიური მნიშვნელობა მისი დაადგინა, აქტიურად იკვლევდა დავათისტელის საკითხებს, აღმოაჩინა ნეკრესის წარწერის რამდენიმე შიფრი და ვთქვით უკვე, რომ შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსნის ახლებური წაკითხვაც მას უთანხმოებდა. ეხლა რა შეასაქმე რომ როგორც კი დაასრულა ქართული ასომთავრულზე მუშაობა რამაზმა და გამოაქვეყნა, მე აი თქვენ რაც ახსენეთ ეს წარწერები, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული დამწერლობისთვის, მისი წარმოშობისთვის, მისი დათარიღებისთვის ამ წარწერების მნიშვნელობა, რომ ის უცებ უმალვე შეუდგა ამ საქმიანობას. მაშინ აღმოჩნდა დავათის სტელა და ეს იყო უზარმაზარი აღმოჩენა ქართულ არქეოლოგიაში. დავათის სტელაზე იმუშავა მე აი მომსწრე ვიყავ, მიყვებოდა სულ. არაერთი მეცნიერი სადოქტორო არის სწორედ აი ამ თემაში. რა თქმა უნდა, მაგრამ დაგონება არ უნდა რამას ამას. შემდეგ ქებაი და დიდებაი, სხვათა შორის კაკო ბაქრაძესთან აქვს ერთად მეტყოდა კაკო ბაქრაძემ და ამერიკა ჩამოვდიოდა და მუშაობდნენ და კაკოს აქვს მიგნებები არაჩვეულებრივი, რამდენადაც მე ვიცი რამაზისგან ეს. მე გამოაქვეყნეს ერთმაც და მეორემაც კვლევები. ნეკრესის წარწერებზე რამაზის აქვს თავისი აზრი, სხვათა შორის ერთ-ერთი წარწერა აღადგინა კიდევაც და არაჩვეულებრივი რაღაცა შედეგი მიიღო. ეს ცოტა რთული თემაა და ახლა ამას ვერ გავშლი, მაგრამ რამაზი ამბობდა, რომ ამ ნეკრესის წარწერებში არავითარი ქრისტიანული კვალი არ არის, არ დასტურდება. მაგრამ წინარე ქრისტიანულია. და ვიდეო ჩანაწერიც არსებობს, ბატონ დავითს აქვს სხვათა შორის ეს გადაღებული და არაჩვეულებრივად მე დავდე ეს ვიდეო YouTube არხზე დევს და შეუძლიათ დაინტერესებულ მსმენელს ეს მოძებნოს. მაგრამ დათარიღება ქართული ანბანის წარმოშობის ეს ისეთი სადავო საკითხია დღესაც, რომლის შესახებ თანხმობა არ არის მიღწეული. და აი ზუსტად ამიტომ იყო ის დიდი დავაკამათი მეცნიერებათა აკადემიასა და რამაზ პატარიძეს შორის, რის გამოც მეცნიერებათა აკადემიამ რამაზ პატარიძე ფაქტიურად არ გაიკარა. შევარდა მე ვახსენე ედუარდ შევარდაძე, მის დროს დაინიშნა თამაზ გამყრელიძე აკადემიკოს პრეზიდენტად აკადემიის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ბატონი თამაზ გამყრელიძე იგორ დიაკონოვის მოწაფეა. ეს წერია ვიკიპედიაში რა თქმა უნდა, მისი მოწაფე იყო, მასთან დაიცვა დისერტაციები. მიტომაც დაინიშნა. რა თქმა უნდა, მიტომაც დაინიშნა.
ახლა ბატონი თამაზი ამ დადგენილ დოგმას ვერ გასწდებოდა. აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ ქართული ანბანი არის ქრისტიანული წარმოშობის, ქრისტიანულ პერიოდში. ამიტომ მან გამოაქვეყნა შრომა თამაზ გამყრელიძემ. მე და რამაზე ერთად ფურცლავდით ის შრომწიგნი მოუტანეს რამას ნახეო და 70 თუ 75 გვერდი ეძღვნება ქართული ანბანის წარმოშობას. მაშინ როცა 500 თუ 600 გვერდიანი წიგნი მიუძღვნა რამას პატარიძემ. თამაზ გამყრელიძემ თქვა, რომ ქართული ანბანი შექმნილია მე-4 საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით ქრისტიანულ პერიოდში მე-5 საუკუნეში შედევრი გვაქვს შუშანიკის საუკუნეში. ბერძნული ანბანის მიხედვით. წარმოუდგენელი. ესე იგი, აცილა სომხურს, აცილა მესროპ-მაშტოც გადმოწია, მაგრამ ქრისტიანობა ამით ესე იგი თამაზ გამყრელიძემ ეთყობა გადაწყვიტა, ეხლა ეს ჩემი აზრია, გადაწყვიტა რომ უნდა ეთქვა ეს. ან შეიძლება ასეთი დავალებას იყოს მოსკოვიდან, რომ აუცილებლად თამაზ გამყრელიძეს უნდა დაედასტურებინა ქართული ანბანის ქრისტიანული წარმოშობა. და არ შედიოდა დავაში, რომ სომხური არის წინარე ქართული ანბანისა, ხო? არა, ამის შემდეგ თამაზ გამყრელიძე არავითარ დავაში საერთოდ არ შედიოდა არავისთან. მერე მისი მოწაფეები სხვა თქვა და დამთავრდა. დაადო ბეჭედი და მერე მოწაფეები აღზარდა, რომლებიც გამოვიდნენ დღესაც მოღვაწეობენ და თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ არა გინდა თუ არა მე-4 საუკუნეშია ჩვენი ანბანი. ნუ, რა ვქნათ, ასია რეალობა ეს არის. მე აუცილებლად ვკითხო ბატონ დავით, ცოტა გადახოვა გამოვიდეს, მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ბატონი რამაზ პატარიძე, ვიყავი სკოლას ვამთავრებდი და ნუ ჩვენ ხო ესე ვსწავლობდით, რომ აუცილებლად არ ჩვენ უფრო სხვანაირად ვსწავლობდით, ჩვენ ვსწავლობთ, რომ პირველ საუკუნეში მეფე ფარნავაზმა შექმნა ქართული ანბანი და სულ კითხულობდი, რომ თუ შუშანიკის წამება არის მე-5 საუკუნის ძეგლი. ხო, ეხლა ბატონთან გამყრელიძე სულ სხვა რამე უთქვამს, ხო? მე-4 საუკუნეში შეიქმნაო და ეს კიდევ უფრო დიდი სიგიჟეა, ხო? თუ მე-4 საუკუნეში შეიქმნა ქართული ანბანი, მე-5 საუკუნეში როგორ მივიღეთ ჩვენ ასეთი დახვეწილი შუშანიკის წამება, რომელსაც ნემსაც და ქინძის თავსაც კი ვერ კვეხებ, იმდენად დახვეწილია ფრაზა, ლაკონიზმი ამაზე შორს ვერ მიდის. მაგრამ ამას თავი დაანებეთ, შუშანიკის წამებაში წერია, რომ ადგა შუშანიკ დედოფალიო და წავიდაო და ხელთ ეპყრაო ბიბლია და სახარება უკვე თარგმნილი, უკვე ქართულად დაწერილი და წმინდანთა წიგნებიო და ესეც ქართულად დაწერილი. ანუ სადღაც მე-4 მე-3 საუკუნეში უკვე ეს ლიტერატურა ხელში ეჭირა შუშანიკ დედოფალს და აი ეს აცდენები როგორ ახსნა ბატონმა რამაზმა? ბატონი ბადრი იხსენებდა ნეკრესის წარწერებს და მან დაადასტურა, რომ პირველი მეორე საუკუნის ნეკრესის წარწერები არ არის ქრისტიანული ეპოქისა, როცა როგორც მიღებული იყო, რომ ამ ეპოქაში იყო შექმნილი ასომთავრული ანბანი, არამედ არის პირველი მეორე საუკუნეებისა და ასომთავრული ანბანი ძალიან ბევრი ქვა არის ჩვენამდე მოღწეული, რომელიც ასახავს ამა თუ იმ მიცვალებულის ცხოვრებას თუ გარდაცვალებას, ოღონდ ყოველგვარი ქრისტიანული სიმბოლიკის და ელემენტების გარეშე. გარდა ამისა, რას თქვენ ბრძანეთ შუშანიკთან დაკავშირებით, არსებობს ერთი საოცარი არტეფაქტი. არმაზის გათხრების დროს აღმოჩენილი რუსთაველის გამზირზე მიბრძანდებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ჩახვალთ მის მთავარ დარბაზში, შეხვალთ პირდაპირ კედელზე არის დიდი ლანგარი პირველი საუკუნისა, რომელზეც აი ლანგარის კიდეზე წარწერილია ბერძნული ტექსტი, რომ ფლავიოს დადე აი ამ ლანგარს ჩუქნის ბერსუმ პიტიახში. ბერსუმ პიტიახში. ეს თქვენი ბერძნული წარწერა ბატონო, ხომ არის სრული. ამ ლანგარის ცენტრში გვაქვს 4 ასონიშანი, ორ-ორად გაერთიანებული, რასაც ლიგატურა ქვია. ანუ 2 ასონიშანი გაერთიანებულია და ერთ ნახაზშია ჩაწნული, მეორეც ანალოგიურად. ეს 2 ასონიშანი ქართული ასომთავრულით, ეს არის P და D, აი ბერძნები რომ წერიან ფლავიოს დადეო. ეს არის ბატონო P და D და მეორე არის ბერსუმ პიტიახში B და P. ბერსუმ პიტიახში. ორივე პიროვნება არის ცნობილი ისტორიული ადამიანი პირველი საუკუნისა. აი ამას ჩვენი მეცნიერება ვერ აღიარებს.
თამაზ გამყრელიძე უზარმაზარი მეცნიერია. ეხლა ჩვენ როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, მას გააჩნდა საკუთარი სამუშაო დიაპაზონი, რომელსაც ვერ გადალახავდა. ის მეცნიერიც კი ვერ გახდებოდა, რომ მოენდომებინა სხვა რამ. და მის ნაშრომებიდან ციტატებს ივანოვისას, მისას ერთობლივი ნაშრომებიდან მსოფლიოში დღესაც კი ციტირებენ, ის იმდენად მიღებული მეცნიერია მსოფლიოში და ის ჩვენთვის საამაყო ადამიანიც კი არის როგორც მეცნიერი, მაგრამ ამ საამაყო მეცნიერების ზემოთ არსებობენ, როგორ გითხრათ რა, ზეაღმატებულები. როგორიც არის რამას პატარიძე, როგორიც არის პავლე ინგოროყვა და ჩვენ კიდევ სხვასაც ვიტყვით. ფუნქციონერი მეცნიერები და არსებობენ მეცნიერები დაბადებული. ფუნქციონერი არა მარტო, მას ფუნქციონერი რა თქმა უნდა შეიძლება უწოდო, მაგრამ ის მაინც დიდი მეცნიერი იყო. ეხლა ჩვენ ვინც არ უნდა დავასახელოთ, ხომ, ვინც იმ დროს მოღვაწეობდა, საქართველოსთვის მათ იმხელა საქმე გაკეთებული 30-იან, 40-იან, 50-იან წლებში. ეხლა იმათ რომ მოინდომებუნათ ქაქვთო ჩოლოყაშვილობა, ის მეცნიერება ჩვენ გვექნებოდა და ქაქვთო ჩოლოყაშვილი ჩვენთვის საკმარისად საამაყო უზარმაზარი პიროვნება, მერაბ კოსტავა მაგალითად და ის ხალხი უაღრესად ძვირფასი ხალხია ჩვენთვის. არ უნდა მოვთხოვოთ რომ რატომ არ იბრძოდი შენი მასავი და ამასავი. იმათი შრომები დიდი საგანძურია. მათ გარეშე ესენი ვერ შეიქმნებოდა. ამ კატეგორიას განეკუთვნებათ ამას გამყრევდეს, ანუ ჩვენ მის მიმართ პატივისცემთავად გამშვალულები და გესმის მთელი ის მოქმედების არეალი. და ისე თქმა მინდა ახლა უახლოვდები რომ შუშანიკის წამება, ნეკრესის საფლავის ქვები, ლანგარი არმაზი გათო ჩვენი ეს მცხეთამდე არმაზი იყო საქართველოს დედაქალაქი იქ ხდებოდა რაც ხდებოდა ყველაფერი მცხეთა მერე დაიწყებს ზემოთ წამოსვლას მდინარის იქით და მდინარის აქეთ საქართველოს გაყოფილი იყო იქ მცხეთასთან ზუსტად როგორც ჩვენ ხედავთ არმაზი ცალკე სახელმწიფო იყო და მცხეთა მეორე სახელმწიფო იყო წარმოგიდგენიათ მდინარის გაღმა და გადაღმა როგორი პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობდა ამიტომ ჩვენ მხოლოდ პატივისცემის ნიადაგზე ყველა ადამიანის მიმართ მაგრამ აუცილებლად ჩვენ სათქმელს უკვე ვიტყვით და ის რაც დიდმა რამას პატარიზმმა აღმოაჩენა ამას გვეუბნება ჩვენ წილი და 46,720 რომ დავამატებთ 29 თებერვალს წილი 31 ამიტომ არის 31 მეორდება პირველ კორექციაში ეს მეორე კორექცია 4-ჯერ მონაწილეობს წილი ამ კალენდარის გაანგარიშებაში და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასონიშანია მზის კალენდარის ანგარიში ჩვენ ვიღებთ ქართული მზის კალენდარს 128 წლიან მზის ციკლს რომელიც აღმოაჩინა რამას პატარიძემ რაც აღმოაჩინა ეს არის 46,751 დღე ეს დღეების რაოდენობა ძალიან დიდი მნიშვნელობისა არის და ამაზე შემდეგ სლაიდებში მოგახსენებთ ოღონდ ცოტა ხნის შემდეგ და ეხლა მე უკვე გავჩერდები და გთხოვთ დაიმახსოვროთ 46,751 დღე ეს არის ქართული მზის ციკლის 128 წლიანი პერიოდი აი ეს გაანგარიშება მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეძლო მხოლოდ მე-19 საუკუნეში გერმანელი ასტრონომის იოჰან მედლერის საშუალებით. ჩვენ გვაქვს ერთ წამზე ნაკლები სიზუსტით გაანგარიშებული ასტრონომიული კალენდარი. ეს გვაქვს მარტო ჩვენ, ეს არ ხონდათ არც შუმერებს, არც ეგვიპტელებს, არც ჩინელებს, არც ინდოელებს, არც მაიასტომს, არც ომარ ხაიამს, ომარ ხაიამი 19 წამით მიუახლოვდა, მაიასტომი 17 წამით მიუახლოვდა, მაგრამ უზუსტესი ეს 128 წლიანი ქართული კალენდარია, რომელიც აღმოაჩინა რამას პატარიძემ და ამ აღმოჩენის მსგავსი 1000 წელია არავის არ გაუკეთებია. ის რაც ადამიანის ხელმა დაწერა, ეს არის ქართული სამთავრობო ანბანი, ის რაც ადამიანის ხელმა შექმნა და იყო დაზინებული, ის რამას პატარიძემ ამოხსნა. ეს ჩვენ ვართ, ამაზე მოგახსენებ ცოტა მოგვიანებითაც, რას ნიშნავს ქართველად ყოფნა ამ შემთხვევაში და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მასშტაბის ინტელექტი არც ერთ ადამიანის ხელით შექმნილში დედამიწაზე არ არსებობს, არც პირამიდები, არც ზიგურატები და არც 1000 სხვა რამ არტეფაქტი, არც სამეცნიერო წერილობითი ძეგლი, ამას ვერსად ვერ მოგცემთ. მხოლოდ ქართულ ასომთავრულ ანბანში ამის აღმომჩენი დიდი რამას პატარიძეა. და მის შვილთან გადავალ ესტაფეტას. ბატონ დავით, არ შემიძლია რომ აღფრთოვანებული არ ვიყო ისე როგორც ჩვენი ტელემაყურებელი, მე არ ვარ დარწმუნებული რომ თითოეული მათგანი ახლა უზუსტესად მოყვათ ლოგიკაში, მაგრამ თვითონ ეს გრძნობა აღფრთოვანების რომ ჩვენ ვართ ასეთი ხელთუქმნელი ანბანის პატრონები და მეორე უშველებელი გენიოსი ადამიანი, რომელმაც ეს ჩვენ წინაპრების ანდერძი გაშიფრა. ეს ხო მარტივი ამბავი არ არის. როგორ გენიოსი იყო ის, ვინც შექმნა და როგორ გენიოსი იყო ის, ვინც გაშიფრა რა. წარმოიდგინეთ. კარგით და გადავედით ახლა ჩვენს ისევ ყოფით დეტალებზე ადამიანმა, რომელმაც აი ეს ცოდნა თავის თავში ატარა, კიდევ უწევს
უზარმაზარ ბიუროკრატიულ მანქანასთან შეჯახება და ამის მტკიცება, ხო? ძალიან ძნელია ალბათ იყო ამხელა მეცნიერი და გიწევდეს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელსაც რაღაცა ნომენკლატურა აქვს, დანიშნულია იმის მოსწავლე, ამის მოსწავლე. მოკლედ შეიძლება გაგიჟდე, თან უნდა იმუშაო და თან კიდე უნდა რაღაცნაირად გარღვევის გზები იპოვო, როგორ უნდა გაარღვიო, შენ ცოდნა როგორ უნდა დაამტკიცო. მე მგონია რომ აი საბჭოთა კავშირი სწორედ ამიტომაც დაინგრა რომ ასეთი ბიუროკრატიული მექანიზმი არ შეიძლება ერი სახელმწიფოს კონდეს არა აი როგორ ფიქრობ თქვენ როგორი იყო მე ურთიერთობა ბატონი რამაზისა თქვა თან ბიუროკრატულ მანქანასთან და მით უმეტეს ბატონი რამაზი შეესწრო ხო რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა ამის შემდეგ მოვიდა დამოუკიდებელ საქართველოს იყო ბნელი და უკუნი იყო ვისეცალა მეცნიერებისთვის და მუზეუმისთვის როდესაც ქვეყანა ინგრეოდა და კაცშულ მარიცოდა დავრჩებოდა ჩვენ ზარდ ქვეყანა თუ არ დავრჩებოდით როგორ მუშაობდა ამ წლებში ნუ რამაზ ამბობდა ხოლმე მე ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გამომაგდესო. ეხლა რატო ამბობდა ამას? თლად ასე არ შეიძლებოდა თქმა, მაგრამ შეუქმნეს პირობები იმისა, როგორც კი საპენსიო ასაკი დაუდგა, ალბათ აგრძნობინეს, რომ დროა წახვიდეო და წამოვიდა. ეს რომელი წელია დაახლოებით? აი 80-იანი წლების ბოლოს რა. ნუ ინგრევა საბჭოთა კავშირი 87-ში 1987-ში გახდა 60 წლის ესე გამოდის ხო? პაიკაზე მოგიშორეთ თავი და პენსიის ასაკთან ერთად. ისტორიის ინსტიტუტიდან. ნუ არ შედგა მისი ურთიერთობა მეცნიერებათა აკადემიასთან და რა ეკნა. ეხლა აგრძელებდა ის მუშაობას 68 წლიდან 1980 წლამდე გავიდა 12 წელი და გამოიცა ქართული ასომთავრული ეს წიგნი დღეს მოვიტანე, იმიტომ რომ ესეც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რამაზის წარწერით არის მაჩუკა მე და წერია ბადრი პატარიძეს გახსოვდეს ვისი გორისა ხარ. რამაზ პატარიძე. წიგნი და თარიღია მითითებული 1980-26 მე-6. აი 26 ეს იმ ეგზემპლარებიდანაა ეს წიგნი, აი ავტორს წინასწარ რომ აძლევენ ხოლმე. ჯერ სასიგნალო ეგზემპლარებია და სასაჩუქრეთ რომ აძლევენ. ესე იგი ჯერ წიგნი გასული არ არის გაყიდვაში და აი არ მახსოვს 200 თუ 300 წიგნი მიცეს და იქიდან რამდენიმე ცალი ერთი წარწერით თქო უნდა მე შემხვდა. ეხლა მანამდე იბეჭდებოდა ჟურნალ მნათობში. რამაც აქაც გაუმართლა. რომ არ ყოფილიყო ჟურნალ მნათობის რედაქტორი მაშინ ბატონი არჩილ სულაკაური არც მნათობში დაიბეჭდებოდა რამაზ პატარიძე. ან შეიძლება ვინმეს დაებეჭდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაუმართლა იმით, რომ მისი მეგობარი სტუდენტობის და მთელი ახალგაზრდობის არჩილ სულაკაური რედაქტორობს იმ წლებში მნათობს. რამაზ პატარიძე რედკოლეგიაშია და მისი ქართული ასომთავრული ნომრიდან ნომერში იბეჭდება და ხელიდან ხელში გადადის. აღარ მახსოვს 78-ში თუ 79-ში არჩილ სულაკაური დაინიშნა გამომცემლობა ნაკადულის რედაქტორად. ნაკადული საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობა იყო, მაგრამ გამომცემლობა. შედარებით ნაკლები ცენზურის მოდის. საერთოდ ხო, შედარებით ნაკლები ახლა საბავშვო ლიტერატურას რა ცენზურა უნდა და ლექსები რაღაცა მოთხრობები. ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. ერთხელაც მე კარგად მახსოვს ეს მომენტი, არჩილ სულაკაურმა დაურეკა რამას და უთხრა სასწრაფოდ გამზადე და მომიტანე შენი ქართული ასომთავრული უნდა დავბეჭდო წიგნად და აი ნაკადულის მიერ არის რამაზი სულამობდა ხოლმე აი ნაკადული აწერიაო და ნაკადული საბავშვო ის არისო და იქო ცენზურა რომ არ იყოვო იმიტომ გავიდაო თორემ მე ეს წიგნი არ დაიბეჭდებოდაო ასე გაუმართლა ამ წიგნს და ზოგადად ქართულ კითხვას
მე თავად არჩილი ძალიან ამაყობდა, ამით მე შემსწრე ვარ იმის თავად არჩილს უთქვავს, რომ რა კარგი ვქენითო, რომ ეს ციგნი დავბეჭდეთო, ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ ეს დარჩებაო, აი ასეთი ამბავი მოხდა და ასე დასრულდა ქართული ასომთავრულის დაბეჭდის ციგნის დაბეჭდის ისტორია. მე მინდა გკითხოთ, ვიცი რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ძალიან იყო დაინტერესებული ბატონ რამაზის ნამუშევრებით. თუ ქონდათ შეხვედრა მათ და როგორი იყო მათი ურთიერთობა, თუ გახსოვთ ეს თქო? შეხვედრა ერთხელ შედგა, თუ არ ვცდები, მე არ დავსრები ვარ ამ შეხვედრას, რაც ვიცი მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კათოლიკოს პატრიარქმა მოითხოვა მისი ნაწარმოების ყველაფრის გაეცნო, მე რამასთან მოვიდნენ და უთხრეს, რომ ძალიან შეწუხებულია კათოლიკოს პატრიარქი იმით, რომ აქამდე არ იცოდა ამდენი რამ თქვენ შესახებო. და მე სიცოცხლის ბოლომდე ამას ეხმარებოდა ეკლესია, საპატრიარქო და ყველანაირად ეხმარებოდნენ აბსოლუტურად. ეს იყო დამსახურება, რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქის. რამაზ პატარიძის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, რომ შეხვდება მის სახლში ჩვენი თანდასწრებით ალიკო ცინცაძე. კარგად გახსოვს, არა, კარგად გახსოვს. დაიწყე და გავაგრძელე. ბატონ ბადრი, მე რა მინდა გკითხოთ და აი ამ კითხვას უშუალოდ მიებმება. ისა დიდი მეცნიერი როგორც იყო ბატონ რამაზ პატარიძე, ტოვებენ ხოლმე მემკვიდრეებს. თუ ყავდა მას აი თავის მეცნიერული მემკვიდრე, ესეთი, თუ ვინმეს აღიარებდა თავის უშუალო მოწაფედ და ჯეროდა თუ არა მას, რომ აი თქვათ მისი კვალი ქართულ მეცნიერებაში არ წაიშლებოდა და პირიქით მას ექნებოდა ზედნაშენი აუცილებლად თუ ლაპარაკი ამაზე. როგორ არა ხშირად გქონდა ამაზე საუბარი, ყავდა მას სხვათა შორის რამდენიმე პიროვნება მოწაფეებად იყვნენ მასთან, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, არ ვიცი, ისი ბრალია ბოლო წლებში არ შემორშა მას მოწაფეები. თვითონ ამბობდა, რომ აი მე მითხრა მაგალითად ერთხელ, რომ მეო ამოვიცანიო ეს ყველაფერიო ქართულ ასომთავრულშიო და ფაქტიურად აღმოსაჩენი აღარაფერიაო, ასე ეგონა რა, თურმე რამდენი რამეა ბატონო დავით კიდე აღმოსაჩენი. როგორც ასეთი ახლა დღეს მის მემკვიდრედ, მის მოწაფედ არ მოიაზრება არა. ვინმე თუთლის, ვინც ადრე გარკვეული წლებში მე ვიცნობ ასეთ პიროვნებებს, რომლებიც მასთან მოდიოდნენ, მისგან ისწავლეს ბევრი რამე და გარკვეული პერიოდი მის მოწაფეებად, მიმდევრებად ითვლებოდნენ, მე რატომღაც შემოეცალნენ. არ ვიცი ისინი ახლა რას ფიქრობენ და თვლიან თუ არა რამაზის მოწაფედ თავს. მე ეს მათთან კარგა ხანია ურთიერთობა. ვიცნობ კარგი ურთიერთობა მაქვს. თქვენი დაიყო, მინსი მოიაზრებოდა პირველ რიგში. ჩემი და მოიაზრებოდა, რა თქმა უნდა, რამასაც დიდი იმედი ქონდა. ლელა პატარიძე არაჩვეულებრივი გონების ჩემი და საწყალი საცუდავი საუბედუროდ ადრე გარდაიცვალა 45 წლის გარდაიცვალა. დიდი მეცნიერიც უნდა ყოფილიყო. უნდა ყოფილიყო და ქონდა ყველა მონაცემი, არაჩვეულებრივი ნიჭის და გონების იყო ლელა. რა შეეხება ბატონ ალიკო ცინცაძეს, ხო? ისინი ბოლოს თქვენი მეშვეობით გამოვიდა არაჩვეულებრივი წიგნი, თუ არის იბერიული კალენდარი, რომელიც აი ხა დღეს მე დავწერე. ბატონო დავითის მე მიმაჩნია, რომ ბატონი დავითი არის ბატონი რამაზის სულიერი მემკვიდრეც მოწაფეც და მისი საქმეების გამგზავრებელიც, რისთვისაც დიდ მადლობას უხდი ბატონ დავითს. როგორი იყო ამ ორი ადამიანის შეხვედრა, ორი დიდი მეცნიერის, რომლებიც სხვადასხვა გზით, მაგრამ თითქმის ერთ და იგივე დასკვამდე მივიდნენ რა. დასკვნა როგორ არის იცით? მთავარი აღმოჩენა რამაზის აღმოჩენა. ამას ბატონი ალიკო ამბობს პირდაპირ რომ არ ყოფილიყო რამაზის აღმოჩენა. ის შეიძლება ვერც კი მისულიყო ქართულ ჰემატრიამდე. რამაზის აღმოჩენა ეს არის საყრდენი წერტილი, რომელიც დედამიწას კი არა, ცივილიზაციას ამოატრიალებს და ეს უკვე ნელ-ნელა ხდება. გაგრძელება სამეცნიერო უზარმაზარი არის. და ხედავთ რომ რამოდენიმე დიდი მეცნიერი ამას აკეთებს კიდეც, მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ალიკო ცინცაძეა. რამაზ პატარიძე ბრძანა ბატონმა ბადრიმ იყო უაღრესად თბილი და ღია ადამიანი.
ურთიერთობებში, თუმცა მაგრამ ცეცხლიდან მახვილი თუკი საკითხები შეეხებოდა ქართულ ანბანს და ქართულ ენას. იქ ნებისმიერი მცდელობა სხვადასხვა მეცნიერებისაგან მცდა აზრები, ვერსიები, ჰიპოთეზები, შეთავაზებები მის მიერ იყო, როგორ გითხრათ, უარყოფილი არ იყო. ის მაგას არ მიიღებდა თუ არ დაუმტკიცებდი ამას ყოველივეს ზუსტად როგორც საჭირო იყო ის. და ამიტომაც, რა თქმა უნდა, ადამიანებს ის კარგად ეპყრობოდა, მას არ ვლაპარაკობ, მაგრამ მათ მეცნიერულ შრომას თუ ის ბოლომდე არ იყო გასული, ის არ აღიარებდა როგორც შრომას. შესაბამისად, ადამიანს პატივს სცემდა, ესეთი ქართველი კაცი იყო, კაცო, არა, კაცი არ დარჩებოდა, რომ პატივი არ ესა, მაგრამ როგორც მეცნიერს ის არ ამოიყვანდა იმ სიმაღლეებამდე, სადაც საიდანაც თვითონ იყურებოდა. ოლიმპზე. ხო და ალიკო სინცაძესთანაც მას ჰქონდა, რა თქმა უნდა, შეხება ურთიერთობა, მაგრამ აი ძალიან ახლო სამეცნიერო ურთიერთობა არ ქონია. ბოლო წელია, ბოლო თვეები უბრალოდ მისი სიცოცხლისა და მე და ბადრიმ ვთხოვეთ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ალიკო სინცაძესთან მას ესაუბრა. მას უჭირდა უკვე ლოგინდან სახში თუ ადგებოდა ძალიან ცოტას გავიდა ისე სულ იწვა პრაქტიკულად რამოდენიმე თვე ბოლოს ასე იყო და მართლაც მოხდა ნუ გარდაცვალებამდე ალბათ 2-3 თვის ადრე ხდება და მე და ბადრი და ბატონი ალიკო ავედით და წარმოვიდგინეთ შეხვედრა აღმოჩენებზე მე რო ეხლა ვლაპარაკობ ეს მასშტაბი აღმოჩენებისა კაცო რა აინშტეინი რა არქიმედე და რა არ ვიცი კიდევ რომელი ფიზიკოსები და მათემატიკოსები სულ რო გადაადუღო მთელი ცივილიზაციები ერთი მეორეზე ამ ორ ადამიანთან ვერ მოდიან ისინი კაცო ეს ადამიანის ინტელექტის მწვერვალები აღმოჩენილი ეს ორი გიგანტი აღმოჩენების მამები ახალი მეცნიერების ფუძემდებლები პალეოგრაფია რამაზ პატარიძის შემდეგ ის აღარ არის ძველებული პალეოგრაფია ის ახალი ანბანმცოდნეობაა ენათმეცნიერება ლინგვისტიკა, მით უმეტეს ასტროლინგვისტიკა, რომელიც აქამდე მსოფლიოში არსებობდა, ის დღევანდელი ასტროენათმეცნიერება აღარაა ის, რომელიც ადრე იყო. ის სხვა ხარისხობრივი სიმაღლეარი და ეს ორი კაცი რამაც იწევს. ბატონი ალიკო, მასთან ახლოს ის ჩვენ ოდნავ უკან ვართ დაწევლები და უსმენთ მათ საუბარს. ეს იყო საოცარი შეხვედრა, საოცარი პატივისცემა, საოცარი მორიდება. ალიკო სინცაძესთან განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან მორიდებული და ძალიან გონივრული და ძალიან თბილი იყო რამაზისგანაც. ის 2-3 თვეში აღარ იქნება უკვე. წარმოიდგინეთ, ვინ მიდის, რა ადამიანი ტოვებს საქართველოს და ამ შეხვედრაში გარდა ყველაფრის ახლა მათ ისაუბრეს, მათ მოილაპარაკეს, რომ ეუბნება ბატონი ალიკო, ბატონო რამაზო, მე ასე წარმომიდგენიაო, რომ ერთი წიგნი გამოიცესო ცენტრალური ადგილები თქვენი წიგნიდან, უკვე თქვენი სახელი და თქვენი ავტორობით შევიდეს ერთ წიგნში, პირველად რა თქმა უნდა, ის პირველი ნახევარი იქნება წიგნისა და მეორე, ანუ ავტორები კი ერთხანდებოდნენ, ავტორი რამაზი იყო თავის ნაწილში და ავტორი ერთი წიგნი ორი ავტორი. ხო, ორი ავტორით რა. უკვე ის რაც რამაზიმ აღმოაჩინა, როგორ დამტკიცდა სხვა გზიდან ეკლესიაში შენახული ქებაიდან და იონე ზოსიმეს მიერ შენახული და დამტკიცებული უკვე ალიკო სინცაძეს მიერ აღმოჩენილი. ბატონმა რამაზიმ თანხმობა უთხრა. მე რო ყვები ახლა, ვერ ყვები, ის რაც იქ ხდებოდა, აი ორი უზარმაზარი ადამიანი, ერთმანეთს ხვდება ორი ქართველი ადამიანი, რომელიც თურმე ყველაზე მეტად იცნობს და ფლობს საქართველოს წარსულს და ყველაზე უკეთ ხედავს, რომ მომავალში ჩვენ რა აბჯარი გვჭირდება ამ უმძიმეს საუკუნეში, რომ ჩვენ რაღა დაგვიცავს, ხო ამის შემდეგ ისინი ამაზე საუბრობდნენ და ეს წიგნი გამოიცა კიდეც. ეს შესანიშნავი წიგნი, უკვე ეს გაკეთვაში მე მგონი არც კი არის, ისევ დარიგდა ბადრის და ჩემს მიერ და ბატონი ალიკოს მიერაც არც კი ვიცი ეს როგორც კითხვა. არა კომერციული პროექტებია, კომერციაზე ლაპარაკი არ არის. არ მომწონს რომ წიგნი ვიც აი ძალიან ბევრი მაყურებელი ახლა მე ვიცი რომ დამირეკავენ სახში და უცოდ მოვთხოვენ ამ წიგნს. ეს საკითხი ალბათ მოგვარდება. მე მინდა რომ კიდევ შემდეგი სლაიდი ვანახოთ ალიკო სინცაძის კიდევ ერთი შესანიშნავი აღმოჩენა ჩვენი არქეოლოგიური ქალაქიდან, ვანიდან, აი თქვენ ხედავთ ვანის კუს ხელსაბამს, გავადიდოთ. რა აღმოაჩინა ალიკო სინცაძემ? ძველი წელთაღრიცხვის მე-5-4 საუკუნეებში. არსებული არტეფაქტი, ოქროს არტეფაქტი, გვეუბნება, რომ დიდი კუ ეს 1 წელიწადია, 30 პატარა კუ ეს თვეა და პატარა ბურთულაკები 94 წალი. ეს არის მზის 128 წლიანი კალენდარის აღნიშნული ლას იგივე სიტყვა წელიწადის მაჩვენებელი რაოდენობა.
აი ეს არის რომ მე-5 საუკუნეში ვანში ეს კოლხეთია. თქვენ არ გეგონოთ რომ ასომთავრული ქართის, ანუ ქართლელების და ანუ ქართველების დღევანდელი გაგებით მონაპოვარი და ეს არის საგანძური. ეს სამეგრელოში, დასავლეთ საქართველოში და სვანეთში ეს ემატრია არანაკლებად მუშაობს. მე კიდევ მაგალითაც მოვიყვან. ეს ვანი ჩათვალეთ რომ კოლხეთია, სამეგრელოა მაშინდელი და ლაზიკაა მაშინდელი. ეს ჩათვალეთ რომ ერთიანი ანბანია. ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი არის ისე ვალიკო თინთაძის აღმოჩენა ღმერთის სახელი მეგრულად ღორონთ. ღორონთ რას ნიშნავს, კაცო? რიგითებით 99-ია, რიცხვითებით 999-ია. რატომ ცხრიანები? იმიტომ რომ ერთეულებში 9 უმაღლესია. 9 თვალამზე არ არის შემთხვევით ჩვენთან 9 თვალა. სხვებს იქ 8 თვალამზე ყავთ. იმათთან ღმერთი 8-ით არის გამოსახული, კაცო, ბერძნებში და ებრაელებში და სხვაგან. ჩვენთან ცხრიანი, ეს შემთხვევითობა კი არ არის. ეს 99 და 999 მამა ღმერთის მაჩვენებელია ყველა ჩვენ წარმართულ ეპოქაში მამა ღმერთი ყველა სახელი ცხრიანებით არის შემკული. მისი მათემატიკური აღნაგობა ღორონთი მარტო ერთი მამა ღმერთი არ არის. ის თავის თავში მოიცავს სიტყვას ორო, ანუ ღორონში შედის ორო. ორო რა არის? ორო ეს არის ჩრდილი, ეს არის სული, ეს არის პატივისცემა ღვთისადმი. ორო გემატრიით 51-ია. ყველა შვილი ღმერთი, კაცებრივი ბუნების ღმერთი, რომელიც ქრისტეშობამდე ქონია ჩვენ წარმართ ქართველებს, იქ შვილი ღმერთი, როგორიც იყო, მაგალითად, კვირე სვანეთში და სხვაგან რაც კუთხეებში რაც იყო, ყველგან 51-ია შვილი და მამა ღმერთი ღორონთ თავის თავში შვილ ღმერთს მოიცავს, ოროს. თქვენ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს და ამ დროს ჩვენთან სკოლებში ასწავლიან, რომ თურმე მე-5 საუკუნეში ამ წელს აღრიცხვისა დაბადებულა დიალექტები მეგრული და სვანურიო. ნორმალურები ხართ ადამიანებო? სვანეთში ღერბეთი თქვენ აბსოლუტურად გადასახედია ბატონო. თქვენ ღერბეთი სათამაშო ხომ არა, სვანური ღმერთი სათამაშო ხარ გონიათ. რომ თქვი გადაცემის პირველ ნაწილში რომ საუბრობდით იქ შუმერების ანზე, ხარზე და სხვა ღმერთებზე, იქ ენლილი რომ არის, იგივე ან რომ არის და ნანა რომ არის ღმერთი. ეს სიმღერა ლილე რომ არის, ენ ხვაება, ლილ შუმერებში რომ არის ღმერთი, ამას სვანები მღერია, ნანა რო არის მთვარის ღმერთი შუმერებში. ეს ნანა მეგრელების სიმღერა და თქვენ გაგონიათ რომ ეს დიალექტებია? არც ერთი ენა, არც სვანური, არც ქართული და არც მეგრული ერთმანეთის დიალექტი არ არის. ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი სამი თანაბარი ძალის და ზომის ენა, რომელთაც ერთი საერთო ანბანი გააჩნიათ და ასომთავრული ანბანი არის მათემატიკური აღნაგობის საფუძველი მეგრულშიც, სვანურშიც და ქართულშიც. ამიტომ ჩვენი თხოვნა იქნება, უკვე მე მგონი ბოლოსკენ მივდივართ, რომ ის სამარცხვინო სერიალი და ჩაატარეს სამწუხაროდ ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობამ და მოელანდათ რა იყო ბატონო ეს რომ მოელანდათ ისინი უცხო პლანეტელები საოცარი რამ ბატონ ალიკო ცინცაძეს მოდი თქვათ აქვე რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაუხსნეს კათედრა ასტროენათმეცნიერება რომელიც ჩვენმა მეცნიერებმა ვაი მეცნიერებმა როგორც არის ილია უნის რექტორი არც კი მახსოვს ამ ქალის სახელი და გვარის ყო სამარცხვინოესი ქალი რომელიც გამოვიდა და თქვა რომ ასტროენათმეცნიერებაზე 20 ბავშვს იღებენო ესო რა არისო და როგორ წარმოადგინა ამ ქალს ეს ასტროენათმეცნიერება აი შემდეგი სლაიდი ვანახოთ შემდეგი სლაიდი რა ლამაზია ჯერ ეს სამეგრელო ლაზეთში მყოფი ეს ჩვენი კუსხელსაბამი წარმოიდგინეთ რა არის შექმნილი და რა შინაარსმატარებელი ყოფილა აი ეს გავადიდოთ და შემდეგ გადავიდეთ კიდევ შემდეგ სლაიდზე მე მინდა გაჩვენოთ აი ეს ქართული ანბანი მეგრულიც არის ქართულიც არის და სვანურიც არის. აქ ხდება ასე. კიდევ შემდეგი ის ვაჩვენოთ თუ შეიძლება. აი ეს არის 100 წლის წინ გადაღებული სურათი. ფუძემდებლები ქართული ნაცმეცნიერებისა, გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, დიდი კორნელი კეკელიძე, აქ არის არნოლდ ჩიკობავა, აქ არის ვარლამ ტოპური, აქ არის სიმონ ჯანაშია. ჩვენი მეცნიერების ვარსკვლავები ვინც არიან 20 საუკუნეში. აი ეს ხალხი მაშინ არიან ახალგაზრდა ლექტორები და სტუდენტები. სწორედ ასეთი ლექტორი უნდა ყოფილიყო ალიკო ცინცაძე ქუთაისის უნივერსიტეტში და
ასეთი ახალგაზრდები 20 ადამიანი უნდა მიიღო, რომლებიც გახდებოდნენ 21 საუკუნის ვარსკვლავები ასტრონავტ მეცნიერებაში, რომელიც საზოგადოების კი არა მარტო, არამედ მსოფლიო მასშტაბის ცივილიზაციის ისტორიასაც შეცვლის. ასე რომ ჩვენი იმედია, რომ უკან დააბრუნებს თავის სიტყვას ილიაუნიც და ასევე აღადგენს იმ 20 ბავშვის მიღების ფაკულტეტსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თავის დაზიანებას თავი დაანებონ უმაღლესმა სასწავლებლებმა, ჩემი თხოვნა იქნება. და მგონი რომ საქართველოს დროა თავის კულტურულ ფესვებს დაუბრუნდეთ, ბატონ დავით, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება.